ხო, ეს არის ბოლო გაჩერება. გარეუბნები რომ მოუწესრიგებელია, მაგი ფაქტია. მარტო ვაკეს საბურთალო და ცენტრალური უბნები არაა მარტო მოსაწესრიგებელი. ნუ ეხლა ეს ფაქტია, რომ ადამიანი ყრის ეს ციდან არ ცვივა. გადატენილი არის ურნები. როგორც ჩანს, ეხლა ეს რომ დილით რომ გადიოდეს, ესე არ იქნებოდა. აქ ჩერდება ავტობუსი, ხალხი ელოდება. ეს ნახე როგორ ყრია. კაი იქნებოდა. აგერ ძელებია რამდენი. დაყენებულიყო კამერა, დაფიქსირდებოდა თუ ვინ ყრის ამ ნაგავს. თუ ვის მოაქვს ეს მყარი ნაგავი. ეს ყრის აი აქ. რომ გადაწყვიტა კომუნალურის ფასში თავისი ნაგავი გაატანინოს. 2 ლარ 9 ეს არის არასწორი საქციელი. და როცა კამერა დააფიქსირებდა თუ ვინ დაყარა ეს დღისიდან ღამით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ის დაჯარიმდებოდა შესაბამისად, დაეკისრებოდა სავალდებულო სამუშაო საათიც. თუ ამუშავებდით მაგ კანონებს. მოეთხოვებოდა პასუხი. აი ესე თავხედურად იქცევია. გარეუბნებში, მაგალითად წინდობანში დასუფთავების სამსახურის თბილისელი ჯგუფი მოდის გაკ მხოლოდ და მხოლოდ მანქანებს ნაგავი ურნებიდან, მაგრამ ძირითადად ნაგავი ყრია უბანში. მე არასოდეს არ შემიჩნევია დასუფთავების სამსახური, რომელიც ალაგებდეს, როგორც ცენტრალურ უბნებში ხდება მოწესრიგება. სამწუხაროდ რეალობა ეს არის. ნებისმგორის რაიონს ეკუთვნის ეს ადგილი და ზედამხედველი, ვინც არის გამოიაროს ფეხით იკადროს და დაათვალიეროს რა პრობლემები აქვს და იმის მიხედვით იმუშავებს. ხო, პასუხისმგებლობა ეს არის და არა ის, რომ უბრალოდ იჯდეს კაბინეტში ბრძანებები გასცეს და ისე ხელფასი მიიღოს და ჩანდეს, რომ აი თბილისელი ჯგუფმა გაიტანა ნაგავი. სუპერ. რომ გაკ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რო შრომობთ, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ სადაც არის ზონები, ნაკლები პასუხისმგებლობა ხდება. ხო. მაგისთვის მადლობას ფიზიკურად ვერც ერთი ადამიანი ვერ მოგიხდის, ვერც მე და ვერც ვერავინ. აქ უკვე რო იტყვიან პასუხისმგებლობას აქვს ადგილი და საჩუქები ხართ ვიღაცები. სხვები მუშაობენ იგივე ხელფასზე სხვადასხვა ზონებში დილით და საღამომდე და სადაც ნაკლები პასუხისმგებლობა და ნაკლები კონტროლი არის, იქ ფეხებზე კიდიათ, ეგ ფაქტია. ეს უაჭველებიცი.